ნინო მსვლელობა ჯერ არ დაწყებულა, სამზადისი მიმდინარეობს და ალბათ რამდენიმე წუთში ძალიან მალე დაიწყება მსვლელობა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისკენ, მანამდე კი გეტყვით და კადრშიც გაჩვენეთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანია დღეს მოსული ჩემი ცოლის დაქალების მარშზე, აქ არის როგორც სერიალის მაყურებელი, ასევე სერიალის სცენარისტები, მსახიობები, რეჟისორები, რომელთა მთავარი სათქმელიც ბუნებრივია არის უცვლელი და იგივე, რაც აქვს სამოქალაქო საზოგადოებას. ლეო ანთაძეს ხედავ აქ მსახიობს, ბატონი ლეო უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდების და მიმდინარე პროტესტის აქტიური ხარდამჭერია, დღეს კი იმხობება ჩემი ცოლის დაქალების მარშზეც. ბატონ ლეო, პირდაპირ ეთერში ვართ, გკითხავთ თქვენის ნებართვით. რა გაქვთ სათქმელი იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც რეჟიმის ტყვეები არიან, დატოვა ისევ პატიმრობაში არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ეს ახალგაზრდები. მას რას ეტყოდით უპირველესად? ესენი არიან გმირები, დიდი პატრიოტები თავის ქვეყნის. საოცარი გონიერი ხალხი, როგორ მეტყველებენ, როგორ მსჯელობენ, რა განათლებულები არიან. ყველაფერი კარგად დამთავრდება მათთვის. მე დარწმუნებული ვარ. არჩევნების დაინიშნება, ისინი განთავისუფლებიან და მათ ადგილს სხვები დაიჭერენ. ასე ვგონიებე. ბოროსა ზლია კეთილმან. არსება მისი გზელია, როგორც შოთა ბრძანა, ეს ასე მოხდება ყველაფერი. ბატონ ლეო, ხომ იცის ხელისუფლებამ, რომ მათი დაკავებაც, პატიმრობაში დატოვებაც მათ შორის კიდევ უფრო გააღვივებს პროტესტს მოქალაქეებში. მაშინ რატომ მიდის ამ ნაბიჯზე თქვენი შეფასებით? არ ვიცი, ეს ბრძანება არის კრემლიდან და ბოლომდე ასრულებენ ამას და ამაში ძალიან ცდებიან. ძალიან ცდებიან. მე მოუხვობ და გადმოვიდნენ ხალხის მხარეს. გონებას მოუხვონ. თქვენ გაქვთ მოლოდინი, რომ ყველაფერი სასიკეთოდ მალე დასრულდება. აუცილებლად ასე იქნება. დიდი მადლობა ლეო ანთაძეს უსმენდით პირდაპირ ეთერში. მე როგორც მივხვდი, უკვე ემზადებიან მოქალაქეები, რომ გადავიდნენ გზის სავალ ნაწილზე და დაიწყოს მსვლელობაც, რომელიც რუსთაველის გამზირისკენ გაიმართება. მანამდე შეგვიძლია აქ მყოფ ადამიანებს, მსახიობებს გავესაუბროთ. პირდაპირ ეთერში ქავტონოიკა, პირდაპირ ეთერში ვართ, გკითხავთ. დღეს ვნახეთ ცოტა ხნის წინ ვასო აბაშიძის ახალ თეატრთან მსახიობების რეჟისორის განცხადებაც, რომ თუ ეს პატიმრები არ იქნებიან გათავისუფლებულები, ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავლენ ისინი უკვე. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ეს ბრძოლა? უპირველესად ამას გკითხავთ. იცით რა არის, მე მგონია, რომ რაღაცა უნდა შეიცვალოს იმ ხრივ, რომ რაღაც ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეთ. ფაქტია, რომ ესე დამთასრულება და აგაჩერება არ შეიძლება და ჩვენ რასაც მოვითხოვდით, იგივეს მოვითხოვთ. არანაირ კომპრომისზე არ მიდის და დიალოგზე არ მოდის ეს მთავრობა და ჩვენ როგორც შეგვიძლია ესე მშვიდობიანად გავაპროტესტებთ და ესეთ აქციებს მოვაწყობთ და მშვიდობიან მსვლელობას. ეხლაც არის აი ეს ჩემი ცოლის დაქალების შევიკრიბეთ და მორიგი ეტაპია, ესე ვთქვათ. დიდი მადლობა ეკაჭხეიძეს უსმენდით პირდაპირ ეთერში. მსახიობები ამ პროტესტის აქტიური მონაწილეები არიან. ეს საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მათი კოლეგებიც უსაფუძვლოდ და ყოველგვარი არგუმენტის გარეშე საპატიმროში დატოვა არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ. ამიტომ ცოტა ხნის წინ თქვენ მოისმინეთ ანდრო ჭიჭინაძის კოლეგების განცხადება თეატრთან, რომ ისინი ბრძოლის ახალ ეტაპზე გეგმავენ გადასვლას და ისინი ყოველთვის და ამ პერიოდის განმავლობაში ვიდრე ეს ადამიანები არ გათავისუფლდებიან, იბრძოლებენ ერთი ჯარისკაცისთვისაც, როგორც დავით დოიაშვილმა თქვა პირდაპირ ეთერში მიმართა იქ მყოფ მოქალაქეებს, მსახიობებს. მსვლელობა იწყება, როგორც ვხედავ, აქ მყოფი მოქალაქეები გადადიან გზის სავალ ნაწილზე. ვეცდები ჩემს ოპერატორთან ერთად, რომ ოდნავ წინ გადავიდე მსვლელობის წინ, რომ უკეთ შევძლო, გაჩვენოთ კადრი და მოგასმენინოთ აქ მყოფი მოქალაქეების, მსახიობების, რეჟისორების, მოქალაქეების პოზიცია. ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსვლელობა და მარშია ეს, რაც ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ და ალბათ ლოგიკურიც არის მას შემდეგ, რაც ჩვენ ვნახეთ, რომ სრულად უსაფუძვლოდ მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, კომიკოსი ონისე ცხადაძე და რეჟიმის კიდევ არაერთი პატიმარი სრულად უსაფუძვლოდ პატიმრობაში დატოვა ოცნების
ხელისუფლებას დამორჩილებულმა სასამართლომ, ამიტომ ამ ადამიანების მთავარი მოთხოვნაც ბუნებრივია არის რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება. ხედავთ, რამდენი ადამიანია აქ მოსული. ახლა ალბათ გადავლენ გზის სავალ ნაწილზე. უკვე მოქალაქეები ძირაკლის აღინაძეს ხედავ, ბატონო ირაკლი, პირდაპირ ეთერში ვართ, გითხავთ თქვენ თუ შეიძლება. თქვენ როგორ შეაფასებთ არალეგიტიმური ხელისუფლების იმ ნაბიჯს, რომ რეჟიმის პატიმრები ისევ ტყვეობაში დატოვა, როცა იცის ხელისუფლებამ, რომ ეს კიდევ უფრო გაამწვავებს პროტესტს. რატომ მიდის ამ ნაბიჯზე? მე მგონია, რომ ეს არის კუთხეში მიქცეული ვირთხის ქმედება უკვე, რომელსაც გასაქცევი აღარ აქვს და არის, ასე ვთქვათ, თავდასხმაზე გადმოსული. არაფერი, უბრალოდ იზოლაციაში იქცევენ თავს, სადღაც ბოლოს გაჩნდება მათ ოფისთან საზღვარი ნამდვილ საქართველოსა და საქოცეთ შორის და სადღაც ესე აღმოჩნდებიან სრულ იზოლაციაში. ვფიქრობ, რომ ეხა აქ ვინმეს არ ეგონოს, რადგან ЧЦD-ს მარში ქვია, რომ აქ ვინმე სამხიარულოდ არის მოსული. ეს არის გაბრაზებული ადამიანების მარში, ძალიან გაბრაზებული ადამიანების მარში, რომელსაც ყოველდღიურად ყოველ წამს აწყვეტებენ კიდე დამატებით შხამს ჩვენს იმაში ჰაერში და ჩვენს გარემოში საცხოვრებელში და აუცილებლად გაიმარჯვებს ქართველი ხალხი, იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელია რომ ეს მოხდეს. დიდი მადლობა ირაკლის აღინაძეს უსმენთ პირდაპირ ეთერში. აქ ყოფი ადამიანები უკვე გადავიდნენ რესპუბლიკის მოედანზე, გზის სავალ ნაწილზე და ახლა ალბათ ემზადებიან იმისთვის, რომ უკვე დაიწყოს მსვლელობა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისკენ. ჩემს ოპერატორთან ერთად გადავინაცვლებ მსვლელობის წინ, რომ გავაგრძელო მოქალაქეებთან გასაუბრება, რომელთა მთავარი სათქმელიც არის ის, რომ ხელისუფლებამ ნამდვილად შეცდომა დაუშვა არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ მოცნების გუნდმა იმით, რომ რეჟიმის ტყვეები პატიმრობაში დატოვა, რადგან ამით უფრო მეტ გაბრაზებულ ადამიანს მიიღებს მხოლოდ და სხვას არაფერს. ამიტომ ეს ადამიანები აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას, აპირებენ იმას, რომ ყოველდღიურად გააპროტესტონ, გამოვიდნენ ქუჩაში და სხვადასხვა მეთოდებს მიმართონ იმისთვის, რომ საბოლოოდ მათი მთავარი მოთხოვნები იყოს დაკმაყოფილებული და შესრულებული. ხედავთ, რომ აი კადრში მინდა გაჩვენოთ, რამდენი ადამიანია ახლა შეკრებილი, გთხოვთ ზურა წინა კადრიც ვაჩვენოთ. მოქალაქეებს გიორგი თავართხილაძეს ხედავ, რეჟისორს. გიორგი, ხედავთ, რამდენი ადამიანია დღესაც გამოსული უცვლელი მოთხოვნით. თქვენ როგორ აფასებთ ოლიგარქიის გუნდის იმ გადაწყვეტილებას, რომ რეჟიმის ტყვეები ისევ პატიმრობაში რჩებიან და თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ბრძოლის გაგრძელების შემდგომი ეტაპები? რეჟიმი იღუპავს თავს, ივანიშვილის დამქაშები. მე ვიტყოდი შნირები რა. იღუპავენ თავს, ან შავ დღეში იყრიან თავებს და არ ვიცი, ცუდად დამთავრდება მათი საქმე რა. ჩვენ მშვიდობით მივახცეთ საბოლოო ჯამში მშვიდობას. ვართ მშვიდობიან მსვლელობაში, მშვიდობიან მოძრაობაში, მთელი ქალაქი და მთელი ქვეყანა არის მშვიდობიან მოძრაობაში რა და გავიმარჯვებთ აუცილებლად. მადლობა, გიორგი თავართხილაძეს უსმენთ პირდაპირ ეთერში. გავაგრძელოთ მსახიობებთან გათავისუფლება, ისინი დგებიან უკვე მწკრივში, შლიან ბანერებს. გიორგი ბოჭორიშვილს ხედავ, სურათ თუ შეიძლება, გიორგი პირდაპირ ეთერში ვართ. თქვენც გითხარით, როგორ წარმოგიდგენიათ ბრძოლის გაგრძელების ეტაპი მას შემდეგ, რაც პატიმრობაში დარჩა მათ შორის თქვენი კოლეგები? ზუსტად იგივენად როგორც აქამდე გრძელდებოდა და უფრო მძაფრად კიდევ მე რა უნდა თქვა, არ ვიცი. უფრო ინტენსიურად ვიდრე იყო ეს ყველაფერი. არაფერი არ შეცვლილა და არაფერი არ იცვლება და არანაირი მოლოდინი არ გვაქვს ჩვენ მათგან და მოდი ვაღიაროთ, რომ ისინი ვერ დაიხევენ უკან. ამიტომ ჩვენ მივდივართ წინ. გიორგი პირდაპირ ეთერში ვართ, თქვენც გითხავთ თუ შეიძლება. სანდრო, მანამდე გითხავთ, თქვენ როგორ ხედავთ ბრძოლის გაგრძელების ახალ ეტაპებს უკვე? რავი. არა, მოსა ნინოს ველოდები. ძალიან ეხა არ მგონია რომ სწორი დრო იყოს სალაპარაკოდ რაღაც მე გავაგრძელოთ. აჟიოტაჟი. არ მეკითხავთ. შენ როგორ წარმოგიდგენია ბრძოლის უკვე ახალ ეტაპზე გადასვლა? თქვენმა კოლეგებმაც მათ შორის თქვენს დღეს რომ ბრძოლა აუცილებლად ახალ ეტაპზე გადავა, თუ რეჟიმი არ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომ რეჟიმის ტყვეები გათავისუფლდეს? პირველ რიგში ჩემთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი არის უკანონო დაკავებულების გათავისუფლება, სხვაზე ვერაფერზე ვერ ვფიქრობ ამჟამად. მოდით უკაცრავ. მადლობა. თქვენც გითხავთ თუ შეიძლება პირდაპირ ეთერში. პირდაპირ ეთერში ვართ. თქვენ როგორ ხედავთ მაგა ბრძოლის გაგრძელების ახალ გზებს და რატომ მიიღო თქვენი აზრით არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ამ რეჟიმის ტყვეების
მოქალაქეების პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება. ნამდვილად არ ვიცი, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე გაოცებული ვარ ამ ყველაფრით, მართლა ვერ ხვდები. აი, სულ მგონია რომ ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს და მაინც ვოცდები და ბრძოლის გზები ალბათ უფრო და უფრო გამძაფრდება და უფრო მივახცევთ ჩვენსაც აუცილებლად. პირდაპირ ეთერში ვარ, თქვენც კითხავთ თქვენს მოსაზრებას, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ბრძოლის გაგრძელება და საბოლოოდ როგორ ხედავთ კულმინაციას ამ ბრძოლას? იცით რა, მე მინდა რომ მხოლოდ საუკეთესოს იმედი მქონდეს და ჩვენ ყველას გვაქვს ეს იმედი. ესე რომ არ იყოს ჩვენ აქ არ ვიდგებოდით. ეს სერიალი, ეხლა რომლის მარშიც მიმდინარეობს რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველზე არის სახალხო სერიალი, მე მგონი ამაში ყველა დამეთანხმება და შესაბამისად ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, უსამართლობის წინააღმდეგ. დიდი მადლობა. ნიკა ქავთარაძეს ხედავ, ნიკა თქვენც კითხავთ პირდაპირ ეთერში ვართ, თქვენ როგორ ხედავთ ბრძოლის გაგრძელების ახალ ეტაპს? მე მგონი ეტაპები არა აქვს, ეს არის ერთეტაპიანი ბრძოლა არის, რომელიც უნდა დამთავრდეს გამარჯვებით. ანუ რა ვიცი, ახალი ეტაპი რას ნიშნავს, არ ვიცი. ერთი ვიცი ის, რომ ჩემი პერსონაჟისთვის 64 არის და ჩემთვის ჯოჯოხეთი რაც ქვეყანაში ხდება. ასე რომ იმედი მაქვს მალე გავიმარჯვებთ და ყველასთვის იქნება კარგი ქვეყანა ისევ და ისე. დიდი მადლობა. ნიკა ქავთარაძეს უსმენთ პირდაპირ ეთერში. ბატონო კახა, თქვენც კითხავთ, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ პროტესტის გაგრძელების შემდგომი ეტაპი და თქვენც კითხავთ, თქვენი აზრით, როცა იცის რეჟიმმა რომ კიდევ უფრო გააბრაზებს მისი უსამართლო გადაწყვეტილებით ხალხს, მაშინ რატომ მიდის ამ ნაბიჯებზე? რას ცდილობს? რატომ მიდის და მაგათ ეშინიათ არა ქართული ხალხის, არამედ პუტინის და იმიტომ მიდიან, მაგრამ იმდეს ვერ ხვდებიან რომ ქართული ხალხი მეტად საშიშია, ვიდრე აი პუტინები და ასე შემდეგ. როგორ უნდა გაგრძელდეს, არ უნდა დასრულდეს, სანამ ესენი არ წავლენ. აი ეს არის. ქალბატონ ნინო ბურდულსაც ხედავთ, ქალბატონ ნინო, თქვენც კითხავთ, თქვენთვის რა გზავნილი იყო რეჟიმის პატიმრობაში და ტყვეობაში ისევ დატოვება, მათ შორის თქვენი კოლეგებისაც? მე ეს პროვოკაციული ნაბიჯები მგონია. გამდის და ვაკეთებო. ასე არ იქნება. ბავშვები უნდა გამოუშვან. არ გაუვათ. დიდი მადლობა. ნინო ბურდულს უსმენთ პირდაპირ ეთერში. ნინო კასრაძეს ხედავ, ქალბატონ ნინო, პირდაპირ ეთერში ვარ, თქვენც კითხავთ. რა გზავნილი იყო თქვენთვის ხელისუფლების მხრიდან პატიმრების დატოვება? ძალიან უსამართლოა ჩემთვის, ძალიან და ძალიან უსამართლო იყო ეს ყველაფერი, ძალიან გულდასაწყვეტია, გვეგონა რომ ეს მაინც რაღაცა სხვანაირად იქნებოდა, მაგრამ არაუშავს, რას ვიზავთ, ჩვენ ვეცდები, ჩვენი ხმა გავაგონოთ ყველა ფორმით. დიდი მადლობა. ნინო კასრაძეს უსმენთ პირდაპირ ეთერში. თქვენს პოზიციასაც მოვისმენთ, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ბრძოლის გაგრძელება? ახლა უკვე როცა ხელისუფლება უკან არიხევს ჯერჯერობით, თუმცა კულმინაციას როგორ ხედავთ ამ ბრძოლის? იცი რა, ხერხები ბევრი არის ძალიან და აი ხა სწორედ ახალ თეატრში იყო განცხადება და არ ვიცი, ჩვენ ძალიან ბევრ იდეა გვაქვს იმისათვის, რომ ბრძოლა გაგრძელდეს და ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება და მივა იქამდე, სადაც უნდა მივიდეს. ანუ ჩვენს გამარჯვებამდე. მადლობა. დიდი მადლობა. ასეთია განწყობა მოქალაქეებში, მსახიობებში, რომელთა კოლეგებიც უსამართლო ტყვეობაში იმყოფებიან და მიუხედავად იმ პროტესტისა, რომელსაც 55 დღეა უწყვეტად ხედავთ ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით, არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ უკან დახევის გადაწყვეტილება მაინც არ მიიღო. ხედავთ, რომ მსახიობები ახლა წინა რიგში დგანან, გაშლილი აქვთ ბანერები, საპროტესტო ბანერები, ასევე ძალიან ბევრი ბანერია დღევანდელ აქციაზე, რომელიც მოქალაქეებს ჩემი ცოლის დაქალების მაყურებელს აქვს დღეს მოტანილი და ამ ადამიანების მოთხოვნაც და სურვილიც ბუნებრივია არის საერთო, რომ ჩაინიშნოს ახალი არჩევნები და რეჟიმის ყველა ტყვე აუცილებლად უნდა იყოს გათავისუფლებული. წინააღმდეგ შემთხვევაში აანონსებენ მოქალაქეები, რომ ბრძოლას გააგრძელებენ და მათ შორის გადავლენ ბრძოლის ახალ ეტაპზეც, როგორც ამის შესახებ ანდრო ჭიჭინაძის კოლეგებისგან ცოტა ხნის წინ საგანგებო განცხადებით მოისმინა მაყურებელმა. მსვლელობა უკვე რუსთაველის გამზირზე გადავიდა, ამ ადამიანების საბოლოო დანიშნულების ლოკაცია ბუნებრივია იქნება ის ადგილი, რომელიც უწყვეტად არის მთავარი შეკრების ადგილი. გიორგი მახარაძეს ხედავ, გიორგი, თქვენც კითხავთ. თქვენთვის რა გზავნილი იყო თქვენი კოლეგების და რეჟიმის სხვა ტყვეების პატიმრობაში დატოვება? ამით თქვენ პირადად და თქვენს კოლეგებსაც რა გითხრათ თქვენი აზრით? ახალი არაფერი არ უთქვამს, ეს არის რაღაცა
შიშის რაღაც ბოლო გაფართხალებებივით რაღაცებს აკეთებენ, რითიც უნდათ რომ რაღაცნაირად ან შეგვაშინონ, ან მუხტი დააგდონ და თითქოს ამით დაგვიმტკიცეს, რომ აი თუ არ დავიჭერთ და აი თუ არ დაგიჭერთ, მაგრამ რა ხდება? ეს ანუ უკვე ვიცით რა და არ ჭრის მათ და სამწუხაროდ. დიდი მადლობა გიორგი მახარაძეს უსმენდით პირდაპირ ეთერში. ხედ პირდაპირ ეთერში ვართ. მარიშკა თუ შეიძლება მარიშკა ჯავახაძეს ხედავ. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ბრძოლის ახალ ეტაპზე გადასვლა და საბოლოოდ ამ ბრძოლის კულმინაციას როგორ ხედავთ? პირველ რიგში მინდა რომ პატიმრებს უთხრათ თუ გვიყურებენ და დარწმუნებულებები რომ გვიყურებენ რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ მათ განთავისუფლებლად და კულმინაცია ალბათ ეს იქნება მათი განთავისუფლება ხელახალი არჩევნები და რა თქმა უნდა გამარჯვება. დიდი მადლობა მარიშკა ჯავახაძეს უსმენდით მსახიობს პირდაპირ ეთერში მსვლელობა გრძელდება და საბოლოოდ ეს ადამიანები მივლენ რუსთაველის გამზირზე. აუცილებლად ხაზი კიდევ ერთხელ უნდა გაუსვათ იმას რომ ძალიან ბევრი ადამიანია ამ მარშზე მოსული, საკმაოდ მასშტაბური მსვლელობაა და აქ მსახიობებთან, რეჟისორებთან, სცენარისტებთან ერთად იმყოფებიან რიგითი მოქალაქეებით სერიალის ჩემი ცოლის დაქალების ერთგული მაყურებლებით. ყველა მათგანის მთავარი სათქმელი არის საერთო რომ ისინი ბოლომდე იბრძოლებენ იმისთვის რომ მათი მოთხოვნები იყოს შესრულებული და ყველა პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდეს და ქვეყანაში დაინიშნოს ახალი სამართლიანი არჩევნები.